გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness პოდკასტია. დღეს ჩემი სტუმარია ჰოლისტიკური მედიცინის პრაქტიკოსი მედია დოლიძე. დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო ვორქშოპზე, როგორ გახდე შენი სასურველი რეალობის შემოქმედი. გამარჯობა, მე ვარ მედია დოლიძე, ჰოლისტიკური მედიცინის პრაქტიკოსი. მედია როგორ ხარ? კარგად, თაკო, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. ძალიან მიხარია დღეს რო ხარ ჩემი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის და ასევე მინდა მოგილოცო ეს ახალი წამოწყება და ძალიან ბევრი წარმატება გისურვო. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს უნდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შენი სტუმრობა, რადგან ვისაუბრებთ შენს ახალ ვორქშოპზე, რომელსაც ქვია როგორ შექმნა შენთვის სასურველი ცხოვრება, რომელიც მეც გავიარე და პრინციპში რომ არა ეს ვორქშოპი, ეს საბოლოოდ პოდკასტი ჩემი ალბათ არ იქნებოდა. ძალიან მიხარია თაკო, მადლობა. და მიხარია რომ ესეთი გავლენა იქონია შენზე ამ ვორქშოპმა და მიხარია რომ დღეს ამ სივრცეში ვართ და გვაქვს ეს საუბარი შენთან. ვორქშოპის შესახებ, შენ ახლა კარგად იცნობ, მაგრამ მსმენელისთვის ვიტყვი, რომ ეს არის ინტენსიური ტრანსფორმაციული ვორქშოპი, რომელიც მიმართული არის ჩვენი აღქმის, სამყაროს აღქმის და ჩვენი საკუთარი თავის აღქმის შეცვლაზე. იმიტომ რომ შენ უკვე იცი, რომ რაც ჩვენ შიგნით არის, რასაც შენ გრძნობ, რასაც შენ ფიქრობ, ზუსტად ამ მოცემულობის პროექცია ხდება გარეთ და შენ იზიდავ ზუსტად ისეთ მოვლენებს, ისეთ ადამიანებს, როგორი სამყაროც გაქვს შენ შიგნით. და მუშაობთ ამ პატერნების, შემზღუდავი რწმენების შეცვლაზე და ახალი, უფრო თავისუფალი და ჰარმონიული იდენტობის შექმნაზე. მედია, მე შენ წარგადგინე როგორც ჰოლისტიკური მედიცინის პრაქტიკოსი. მაგრამ შენ ასევე ხარ კრისტალოთერაპევტი, ასტროლოგი, ასევე ქართულენოვანი პირველი ილუსტრირებული წიგნის ინიციაციას კრისტალების სამყაროს ავტორი და ვიცი რომ საერთოდ სხვა სფეროში იყავი. როგორ მოხვდი აქ? როგორ მოხვდი კრისტალოთერაპიაში და ასტროლოგიაში? შევამჩნიე რომ ჩემ ცხოვრება იყო ციკლური. კონკრეტულ პერიოდში და ეს იყო მკვეთრი, ძალიან თანაბრად დაყოფილი პერიოდები, როდესაც მოვლენები მეორდებოდა. ეს იყო განსხვავებული დეკორაცია, სხვა მსახიობები, მაგრამ მოვლენა იყო აბსოლუტურად იდენტური. ერთი და იგივე სცენარი. ერთი და იგივე სცენარში ბრუნდებოდი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. და რა თქმა უნდა, გამიჩნდა კითხვა. რატომ? აღნიშნავ იმასაც, რომ მე ასტროლოგიით გატაცებული ბავშვობიდან ვიყავი, მაგრამ ეს იყო უფრო ბულვარული ასტროლოგიის დონეზე. და ამ პერიოდში, როდესაც ეს გააზრება მოვიდა და ძალიან გამიმართლა, რომ ეს დავინახე და დავინახე წერით, სხვათა შორის ჩამოვწერე და ზუსტად თითქოს ძალიან მკვეთრი ის იყო, რომ დროის მონაკვეთი ძალიან ზუსტად მეორდებოდა. და მაშინ მივედი ასტროლოგთან, ერთთან, მეორესთან, მესამესთან. და არ მყოფნიდა ინფორმაცია. და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ჩემით მესწავლა. ასტროლოგიას მოყვა კრისტალოთერაპია, იმიტომ რომ ჩემი დავინტერესდი კრისტალის, მოდი ვთქვათ, მინერალების, იმიტომ რეალურად კრისტალები არის მინერალური ქვები, რომელსაც აქვთ სხვადასხვა ეზოთერიული სწავლების საფუძველზე, ვიცით, რომ აქვთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები. და დავიწყე სხვადასხვა, ვთქვათ, ამულეტების შექმნა მეგობრებისთვის. ძალიან მალე მომივიდა ესეთი უკავშირი, რომ უკეთესად იგრძნეს თავი, ან რაღაც სასურველს მიაღწიეს და ვიფიქრე, რომ აუცილებელია, რომ ამ სფეროში ძალიან კარგად გავერკვე და გავხდე, ვთქვათ, ამ დისციპლინის პროფესიონალი. და რა გააკეთე ამისთვის? ვისწავლე ესპანეთში, მყავს ჩემი მენტორი, დღემდე ვკონტაქტობთ და ვარ საერთაშორისო სერტიფიცირებული IPHM-ის მიერ, ეს არის International Practitioners of Holistic Medicine, ითარგმნება როგორც საერთაშორისო პრაქტიკოსები ჰოლისტიკური მედიცინის. საიდან მოვედი ამ ყველაფერში? ძალიან განსხვავებული ინდუსტრიიდან. ჩემი ძირითადი მიმართულება, განათლებით ვარ იურისტი, მაგრამ ძირითადად მუშაობდი გაყიდვების სფეროში, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ვიყავი საკმაოდ რეალიზებული, ძალიან
კარგ კომპანიებში, კარგ კოლექტივებში მიწევდა მუშაობა, მაგრამ ყოველთვის იყო განცდა რაღაცნაირი აუხსნელი სიცარიელის. თითქოს არაფერზე არ გაქვს სათქმელი. ყველაფერი არის კარგად შენ ცხოვრებაში. კარგ გარემოში ხარ, მაგრამ რაღაც გეძახის, რომ ეს ის არ არის. და აი ესე ნელ-ნელა დავიწყე ამ ყველაფრის კვლევა. ასევე სმენელს ვაჩვენო ის ბმა და კავშირი რა არის ამ ყველაფერში, თუნდაც ეს რაღაც ტრანსფორმაციული ვორქშოპი, ერთის მხრივ ასტროლოგია და კრისტალოთერაპია, თითქოს და ეზოთერიკის ნაწილია, მაგრამ არა მარტო, აგვიხსენი რა არის ეზოთერიკა? აუცილებლად. ეზოთერიკა თვითონ სიტყვის მნიშვნელობა ბერძნულიდან მოდის და ეზო ნიშნავს შიგნით, დაფარულს. ეზოთერიკა ეს არის დაფარული ცოდნის გავრცელებას ნიშნავს. ძველ საბერძნეთში, პლატონის დროს, პლატონის აკადემიაში იყო ორი ტიპის სწავლება. ეზოთერიული დაფარული მარტო ვიწრო წრისთვის, რომელიც იყო მარტო ხელმისაწვდომი და ეგზოთერიული, რომელიც ფართო მასებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ანუ ეზოთერიკა, შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ფარული ცოდნა, რომელიც გადაეცემოდა სხვადასხვა მეტაფორებით და დამალული ინფორმაციით რჩეულ წრეს. დღესდღეობით ეზოთერიკა მოიცავს ასტროლოგიას, ტაროლოგიას, ჰერმეტიზმს, სხვადასხვა ენერგეტიკულ პრაქტიკებს და ასე შემდეგ. კრისტალებსაც ასევე. რასაკვირველია კრისტალოთერაპიასაც. კრისტალოთერაპიას აქვს ძალიან დიდი ისტორია. ჩვენ გვხვდება მინიმუმ 5000 წლის წინანდელი მანუსკრიპტები და გამოიყენებოდა როგორც ძველ ჩინურ მედიცინაში, აკუპუნქტურაში, გამოიყენებდა ნეფრიტის ნემსებს. და ითვლებოდა, რომ ეს არის კეთილდღეობის და სიცოცხლის უნარიანობისთვის ძალიან სასარგებლო ქვა. ასევე გვხვდება ვედურ კულტურაშიც, ეგვიპტურ კულტურაში და ძალიან ასევე გვხვდება შუა საუკუნეების ევროპაში. ძალიან ბევრი ჩანაწერი და რაც გასაკვირი იქნება ბევრისთვის, საეკლესიო პირების სამკურნალო დღიურებში. რა საინტერესო. ძალიან. ჩვენ ვორქშოპის დროს ძალიან ბევრს მუშაობდით ჩვენი ჩვევების შეცვლაზე. ჩემი კითხვა, რა როლი აქვს ყოველდღიურ ჩვევებს ჩვენს ცხოვრების ფორმირებაში და პიროვნების ჩამოყალიბებაში? მადლობა, თაკო, ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არ აძლევს ჩვევებს დიდ მნიშვნელობას, თუმცა ჩვევები არის, მე ვიტყოდი, ჩვენი იდენტობის და ჩვენი პერსონის სამშენებლო ბლოკები. ჩვენ არ ვართ ის, რასაც იშვიათად ვაკეთებ, ჩვენ ვართ ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ. მე თუ ყოველდღიურად ვარჯიშობ, სწორედ ვიკვებები, ვზრუნავ ჩემს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამ ყველაფერს განაპირობებს იმ ჩვევათა სისტემა, რომელზეც მე ვიმუშავე. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ჩვევას ჩვენ ვიძენთ გაუცნობიერებლად, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში. და ეს მოდის მშობლებიდან, ოჯახის წევრებიდან, გარემოდან, სადაც ვცხოვრობთ. ასევე უნდა გავიაზროთ ის, რომ კარგი და ცუდი ჩვევის ჩამოყალიბებაში ერთი და იგივე ბიოქიმიური პროცესები არის ჩართული. ან ტვინში ერთი და იგივე რაღაცა ხდება, მარტივად რო ავხსნათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვევის ჩამოყალიბებაში არის დოპამინის, ანუ სიამოვნების და დაჯილდოების ჰორმონის დაკავშირება კონკრეტულ ქცევასთან. და ძალიან ხშირად მამნე ჩვევი ყალიბდება რის შედეგად, როდესაც ადამიანი ვერ უმკლავდება ნეგატიურ ემოციებს, ან რაღაცა ისეთი მოვლენა ხდება მის ცხოვრებაში, რასთან მარტო ადაპტირება არ შეუძლია, ან მარტო გამკლავება არ შეუძლია, ამ დროს შემოდის რაღაცა ისეთი გარეგანი დაკმაყოფილების საშუალებები, ვთქვათ, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ზედმეტი კვება, ან ტკბილის ჭამა, ვიღაცისთვის სიგარეტი, ან სხვადასხვა სუბსტანციები, მაგრამ ყველაფერი ეს არის ერთი და იგივე, ეს არის სწრაფი ადაპტაციის საშუალება. მაგრამ ყოველთვის არ შეიძლება იყოს არაჯანსაღი. ამიტომაც შემდგომ ჯანსაღი ჩვევის ჩამოყალიბებას მეტი ძალისხმევა ჭირდება.
თუმცა აქაც თუ ჩვენ გამოვიყენებთ აი ამ გასაღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დავაკავშირებთ ქცევას სასიამოვნო ჯილდოსთან, ამ ჩვეების ჩამოყალიბების პროცესი არც თუ ისე რთული ხდება. გაადვილდება ამ რა თქმა უნდა. შემთხვევაში. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ანუ მიკროჩვევებით, ახალ შედეგებზე გასვლა? რა თქმა უნდა, თაკო, ისევ ვიტყვი, რომ ჩვენ ადამიანები ყოველთვის ვართ რაღაც გრანდიოზულზე მიმართული და ამ პატარ-პატარა ნაბიჯებს საერთოდ არანაირი მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. თუმცა მინდა აქ გამოვიყენო ჯეიმს კლირის წიგნიდან ატომური ჩვევებიდან ძალიან კარგი მაგალითი და ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ წიგნს თუ გინდათ მუშაობა თქვენ ჩვევებზე. არის ქართულად თარგმნილი. რა თქმა უნდა, თარგმნილი არის ბიბლუსშიც, რეკლამა გამოგვივა ეხლა რომ ბიბლუსში. კარგია. რა თქმა უნდა, არის ქართულად თარგმნილი და მარტივად ხელმისაწვდომი. ესე აღწერს მიკროჩვევებს ჯეიმს კლირი, რომ წარმოიდგინე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში მიემგზავრება თვითფრინავი, მაგრამ აფრენისას 3.5 გრადუსით კურს შეცვლის. მთელი ეს ფრენის განმავლობაში მგზავრებისთვის შეუმჩნეველია პროცესი. მაგრამ შედეგად ჯდება ნიუ-იორკის ნაცვლად ვაშინგტონში. ანუ პატარ-პატარა ცვლილებები, რომელსაც მე დღეს ვაკეთებ. დღეს მე რო წავიკითხო 5 გვერდი წიგნი. უკეთესია ვიდრე საერთოდ არ წავიკითხო. რა თქმა უნდა. დღეს რომ მე გავიარო 2 კილომეტრით მეტი. უკეთესია ვიდრე საერთოდ არაფერი არ გავაკეთო. ჩვენ ყოველთვის ვართ მიდრეკილი, რომ ვისურვოთ რაღაც გრანდიოზული შედეგები მიღწევა ძალიან მალე, მაგრამ ჩვენი ტვინი არის ისე მოწყობილი, რომ ჩვენ თავიდანვე ძალიან დიდ თამასას თუ დავუწესებთ ჩვენ თავს და დავიწყებთ ეგრევე რაღაც რადიკალურ ცვლილებებს, არ ეგეყოფა ძალიან დიდხანს мотиваცია, რატო რომ ტვინი მოწყობილია ისე, რომ მაქსიმალურად შეინახოს ენერგია და მაქსიმალურად გამყოფოს ნაცნობ სიტუაციაში. კომფორტში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უცნობი მდგომარეობა მისთვის ან არაპროგნოზირებადია, ნახე, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფრის პროგნოზირებას ჩვენი წარსული გამოცდილების შედეგად. მაგრამ როდესაც შენ რაღაცა ახალ ძალიან რადიკალურ ცვლილებებზე ხარ ორიენტირებული, პროგნოზი მანდ რო გააკეთოს, თუმცა ძალიან რთულია და ამიტომაც ის მერე ეცდება რომ ყველანაირად საბოტაჟი გაგიკეთოს და დაგაბრუნოს შენ ათვლის წერტილზე. ამიტომაც ეს პატარ-პატარა ნაბიჯები და ნელ-ნელა გაუმჯობესება არის ყველაზე სწორი გზა, როცა გვინდა რეალურ და სტაბილურ შედეგზე გასვლა. ამბობენ, რომ ახალი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ мотиваცია არ არის საკმარისი. და ძალიან სწორი არის ეს. мотиваცია პირდაპირ არის დაკავშირებული დოფამინთან, დაჯილდოების ჰორმონთან და თუ ჩვენ სწრაფად არ მივიღებთ ჯილდოს, мотиваცია ნოლზე გადის. ამიტომაც мотиваცია ეს არის ბიძგი, იმპულსი, სადაც ჩვენი ტვინი იგებს, რომ არის სიგნალებით, რომ სადღაც არსებობს ჯილდო. მერე ჩნდება სურვილი, რომ ეს ჯილდო მივიღო, სურვილის შედეგად ჩნდება რეაქცია, ანუ მოქმედება და მოქმედების შედეგად ჯილდო. ეს არის მთელი პროცესი, რასაც გადის ჯანსაღი, კარგი, ყველანაირი ჩვევა, მოკლედ ჩამოყალიბდეს, ამ პროცესს გადის, მათ შორის ჯანსაღიც. ამიტომ мотиваცია, როდესაც ნახე მე პირობითად მე მივედი დარბაზში, იმიტომ რომ მინდა ზაფხულისთვის კარგ ტონუსში მოვიყვანო სხეული და ბიკინი ბოდი გამოვიმუშავო. აქამდე ოღონდ არ მივარჯიშია. ერთი კვირა ვიარე, ორი კვირა ვიარე და რო ვნახე რომ ორ კვირაში არაფერი არ იცვლება და რეალურად იმიტომ რომ ყველაფერს ჭირდება დრო და ასევე კრიტიკული თამასა არსებობს და ამაზე მე დაუბრუნდები რას ნიშნავს კრიტიკული თამასა ნებისმიერი ტრანსფორმაციის პროცესში, ჩემი мотиваცია გაქრება. რა არის ის, რაც მე დამტოვებს დარბაზში, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ძალიან კარგად აწყობილი ჩვევათა სისტემა, რომელსაც მე მივსდევ. მაშინ რა არის კრიტიკული თამასა? კრიტიკული თამასა ეს არის ის ნიშნული, რის მერეც ძალიან მკვეთრად და მყისიერად ჩანს ტრანსფორმაცია ადამიანის. მაგალითად, ესეც
ჯეიმს კრილის წიგნიდან მოვიყვანთ დღეს ძალიან ბევრი ციტატა აქვს ატომური ჩვევებიდან, მაგრამ რახან ჩვევებზე საუბრობთ. წარმოიდგინე, რომ შენი შედეგი ტრანსფორმაცია არის ყინულის კუბი, რომელიც დევს ოთახში, სადაც არის -30 გრადუსი. ნელ-ნელა იწყებს ოთახში ტემპერატურა გათბობას. ჯერ -29, 25, 24 ნელ-ნელა ესე იწევა მაღლა და -3, -2 არაფერი ცვლილება არ ხდება. და გახდა 0 გრადუსი. აი -1-დან 0-მდე არის 1 გრადუსი სხვაობა და 0 გრადუსზე ყინულის კუბი იწყებს ლხობას. ან მთელი ეს პერიოდი შეიძლება 6 თვე რომ ჩვენ დადიხარ ჯიმში, ვერავინ ვერაფერს ვერ გატყობს. ან პირობითად 6 თვე რაღაცას სწავლობ და ვერ ხედავ შედეგს, ხო, ვთქვათ რაღაც ახალ ენას ეუფლები. და უცებ რაღაცა კონკრეტულ ნიშნულს თამასას რომ გადაცდები, ძალიან მკვეთრად ხედავ შედეგს. და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ мотиваციაზე არ ვიყოთ მიმული და ვიცოდეთ, რომ ისაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, ერთმანეთს აი რთული პროცენტივით ბანკში ემატება და საბოლოო ჯამში ძალიან ისეთი მკვეთრი და მნიშვნელოვანი შედეგი ხდება თვალსაჩინო. ამ ყველაფერს სჭირდება შრომა და დისციპლინა. შრომა და დისციპლინა. აქ ახლა ბევრი ფიქრებს, რომ მე არ მაქვს დისციპლინა, მე არადისციპლინებული ადამიანი ვარ. და აქ ჩვენ ვუბრუნდებით იმ საკითხს, რომ შენ ხარ ის, რაც გწამს, რომ ხარ. იდენტობას. თუ შენ გჯერა, რომ ხარ არადისციპლინებული ადამიანი, შენ ესეთი იქნები აუცილებლად. და თუ შენ გჯერა, რომ შენს ხელში არის აბსოლუტურად ყველაფერი და შენ ადამიანი როგორც შემოქმედი, შეგიძლია შექმნა ნებისმიერი რეალობა და ნებისმიერი ცხოვრება, რომელსაც შენ ისურვებ, მაშინ ხდება სასწაულები. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა როჯერ ბანისტერის ფენომენი. ეს ეძახიან ფენომენს, როდესაც ადამიანი, როდესაც გაიგებს, რომ რაღაც არის შესაძლებელი, მას მერე შეუძლია რომ ეს რაღაც გააკეთოს. როჯერ ბანისტერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 54 წელს 1 მილი, ანუ კილომეტრი და 600 მეტრი გაირბინა 4 წუთში, რაც მანამდე ფიზიკურად შეუძლებლად ითვლებოდა. არავინ არ ცდილობდა ამ რეკორდის დამყარებას, იმიტომ რომ ექიმების თანახმად ეს შეუძლებელი იყო. როგორც კი როჯერმა ეს რეკორდი მოხსნა, ერთ თვეში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაამეორა ეს რეკორდი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რა გვჯერა ჩვენ და იყოს შესაძლებელია მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვიცით რომ ვიღაცამ ეს შეძლო. ეს მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე ხვდებით რომ ჩვენ შეგვიძლია. ამასთან დაკავშირებით გკითხავ, მაშინ რა არის მანიფესტაცია და კვანტური ველი? კვანტური ველი. კვანტური ველი კვანტური ფიზიკის თვალსაზრისითაც გვაინტერესებს თუ ახსნათ გასაგებენაზე მაყურებლისთვის, იმიტომ რომ გაგვიგია რომ ადამიანები მანიფესტირებენ. არის ეს კვანტური ველი, ახლა ძალიან ცნობილია, ყველა ამაზე საუბრობს და გასაგებად აუხსნათ. კი, ვორქშოპშიც ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ კვანტურ ველზე და კვანტურ მეზე. ჯერ ვეცდები აუხსნა ძალიან მარტივად კვანტური ფიზიკიდან რას ნიშნავს კვანტური ველი. კვანტური ველი ეს არის სივრცე, რომელიც არის ყველგან სამყაროში. ყველაფერი არსებობს ამ სივრცეში და კვანტური ველი აერთიანებს ამ ეტაპზე, რაც ცნობილი არის ფიზიკოსებისთვის, 17 სხვადასხვა ველს. მაგალითად, ელექტრომაგნიტური ველი, სადაც როდესაც ხდება რხევა, ჩნდება ფოტონის, რომელიც არის სინათლის ნაწილაკი, მიკრონაწილაკი, ჩნდება ფოტონი და ასე არის კიდევ განსხვავებული ველები. და ასევე არის ჰიგსის ველი და ჰიგსის ველი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი და მას ეძახიან ასევე ღმერთის ნაწილაკად, რატო რომ ჰიგსის ველის წყალობით ყველაფერი, რაც არის სამყაროში დაწყებული ატომებიდან და მოლეკულებიდან იძენენ მასას. ჰიგსის ველის გარეშე მატერიალიზაცია შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კვანტური ველი, სადღაც ხდება სხვადასხვა რხევები, სხვადასხვა ველებში და შემდგომში ჰიგსის ველთან ინტერაქციის შედეგად ამ ნაწილაკების მატერიალიზაცია ხდება ჩვენს 3D სამყაროში. ეს ყველაფერი ახლა რომ გადავიტანოთ მეტაფიზიკაში და მანიფესტაციაში, ადამიანები მანიფესტირებთ 24/7-ზე. რატო?
რომ ჩვენი ფიქრი, ეს არის ენერგია. ნახე ვახსენე, რომ ელექტრომაგნიტულ ველში, როდესაც ხდება ვიბრაცია, ანუ რხევა და ჩნდება ფოტონის ნაწილაკი, ხო? იგივენაირად ჩვენი ფიქრი ვიბრირებს ნეგატიური დაბალ სიხშირეზე, პოზიტიური მაღალ სიხშირეზე. ეხლა გაჩნდება კითხვა, რომ რა ვიცით ეს ჩვენ? რომ ფიქრი იზომება. არსებობს ხელსაწყოები, არსებობს ხელსაწყოები, სადაც იზომება გულის ელექტრომაგნიტული ველი, ტვინის ელექტრომაგნიტული ველი და ასე შემდეგ. თუმცა რომ დავუბრუნდეთ ამ ფიქრის მატერიალიზაციას უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კიდევ კარგი, ჩვენ არ ვაკეთებთ მყისიერ მანიფესტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელი არის დამკვირვებლის პოზიცია და ამასაც ავხსნით რა არის დამკვირვებელი კვანტური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და ასევე კოგნიტური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მაგრამ დამკვირვებელი როცა არ არსებობს და ადამიანში ქაოტურად მიდის ფიქრები, რაღაცა ფიქრი თუ საკმარის ენერგიას მოიკრებს და ხშირად მეორდება, ის აუცილებლად მანიფესტირდება, ანუ მატერიალიზდება, ანუ ახდება. ხო, ცხოვრებაში მოვიზიდავთ, ესე რომ ვთქვათ, მოვიზიდავთ ცხოვრებაში ჩვენი ფიქრის და შეგრძნების იდენტურ ადამიანებს ან სიტუაციებს. არის ხოლმე ხშირად ესეთი, რომ მე რა დავაშავე სულ ესეთი რაღაცები მემართება. არაფერი არ დააშავე, შენ უბრალოდ ფიქრობ იმ სიხშირეზე, რომელიც იზიდავს ამ მოცემულობებს. ხო, აი რაღაც მაგალითები მოვყვეთ, აბა ვთქვათ, შეიძლება ადამიანი სამსახურში აწყდება სულ ერთი და იგივე პრობლემას. სულ ერთ და იგივე სიტუაციებს, ერთ და იგივე სცენარებს. ან ერთნაირი მეგობრები ხდება, ყველა ღალატობენ. ერთ და სინამდვილეში ერთნაირ მეგობრებს ეს ადამიანი იზიდავს, იმიტომ რომ მოხდეს შემდგომში ვალიდაცია მისი შინაგანი მდგომარეობის. ნახე, სამყარო ყველაფერზე გეუბნება კის. შენ რასაც გრძნობ, იმას გაძლევ. თუ მე ვფიქრობ პირობითად, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ცუდად ექცევა ქალს, მე აუცილებლად შევხვდები ესეთ პარტნიორებს, რომლებიც მე დამიმტკიცებენ ჩემს რწმენას, რომ ყველა კაცი იდენტურია. თუ მე ვფიქრობ, რომ სამსახურში იმისათვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი კარგი პოზიცია მქონდეს, მჭირდება ნაცნობობა, მე აუცილებლად მოხვდები ისეთ გარემოში, სადაც მარტო ნაცნობებისთვის ხდება ეს კარგი პოზიციები ხსნილი. თუ მე ვფიქრობ, რომ ქალებს შორის მეგობრობა არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ქალს ერთმანეთთან კონკურენცია აქვს და შურთ, მე აუცილებლად ტოქსიკური ურთიერთობები მექნება სხვა ქალებთან. და ყველას შეუძლია გააკეთოს პატარა დაკვირვება და შეხედოს რა განმეორებითი სიტუაციები არის მის ცხოვრებაში და ეცადოს იპოვოს რა შემზღუდავი რწმენა აქვს ამასთან დაკავშირებით ღრმად სადღაც ქვეცნობიერში ჩადებული. შენ ახსენე დამკვირვებელი. ამის შესახებ მაინტერესებს აქტიურად საუბრობენ ახლა მენტალური ვორქშოპების დროს. შენთან ასევე აქტიურად საუბრობდით ამ თემაზე და აგვიხსენი რა არის კვანტურ ფსიქოლოგიაში დამკვირვებელი. ესე იგი, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ჯერ ავხსნათ, რომ დამკვირვებელი ეს არის მექანიზმი, რომელიც აქვს ადამიანს, რომ შეძლოს იდენტიფიცირება საკუთარი ემოციების და ქცევების მათთან გაიგივების გარეშე და შეფასების მიცემის გარეშე. და სანამ რეაქცია მოყვება ამ შეგრძნებებს. პირობითად მე ვარ გაბრაზებული და სანამ ამ ბრას ვინმეზე ამოვიღებ, მე როგორც დამკვირვებელი ამას შევნიშნავ, რომ ეხლა მოხდა რაღაც სიტუაცია, რამაც ჩემში ბრაზის ემოცია გამოიწვია. და არა ის, რომ მე ვარ გაბრაზებული. ხო. და ვარ ამ ბრაზში. და მე არ ვარ ბრაზი და ვერ ვაკ. კი, მე უბრალოდ ვხედავ, რომ ეს ემოცია ჩემში არსებობს. მე არ ვებმები ამ ემოციაში, მე მას ვაღიარებ და ვუშვებ. და არ ვრჩები ამაში. შესაძლებელია დროთა განმავლობაში ეს ემოცია დამიბრუნდეს, როგორც მეხსიერება, მომიტანოს, ხო, ეს რაღაც მოხდეს ამ სიტუაციის თავიდან გახსენება და ეს ემოცია ვიგრძნოთ. მაგრამ მე ისევ შევამჩნევ, რომ მე ბრუნდები იმ მდგომარეობაში და გავაკეთო შეგნებული არჩევანი, მინდა თუ არა იქ დაბრუნება. თან ბრაზი საბაზისო ემოციაა და ძალიან საჭიროა, ეს არის ჩვენი პირადი ბარიერების
შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. ზოგადად ყველა საბაზისო ემოცია და არის 6, არის იმ ადამიანის თვითგადარჩენისთვის ევოლუციის შედეგად, ანუ ჩამოყალიბებული და დღესაც სწორედ გამოყენება გვეხმარება საკუთარი თავის შენარჩუნებაში და გადარჩენაში. და საოცარი ის არის, რომ თითქმის ყველა არის ნეგატიური და ერთი არის მხოლოდ სიხარული. გაკვირვება არც თუ ისე, ხო, აქ ჩვენ გვაქვს სევდა, ბრაზი, გაკვირვება და სიხარული არის, ხო, სიხარული არის დადებითი და გაკვირვება არის ნეიტრალური ემოცია. თუმცა ნახე, ჩვენი ტვინი არის ნეგატიური სცენარებზე მიდრეკილი. ალბათ ამიტომაც. ზუსტად ამიტომ, იმიტომ რომ ევოლუციის პროცესში ძალიან ბევრი საფრთხე იყო ადამიანისთვის გადარჩენისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განვითარებულიყო ისეთი სენსორიკა, რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენ რომ გადარჩენილიყავით, არ შევეჭამეთ რაიმე ცხოველს პირობითად ხო, ან რაღაცა რომ ცხელია, ან რაღაცა რომ თქვათ საწამლავია ის გაგვემიჯნა ხო თვით გადარჩენისთვის გჭირდება. კი ბატონო, ამიტომაც ეს ემოციები ძალიან ნორმალურია, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ კიდევაც ეს ემოციები, უბრალოდ ამ ემოციებში ხანგრძლივი დარჩენა არის ძალიან საშიში ჩვენი ფიზიკისთვის და მენტალობისთვის. და ავხსნი რატო? როდესაც ჩვენ ფანტაზიორობთ ნეგატიურ სცენარებზე, ძალიან ბევრი ახლა იპოვის საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს ამაში. ვფიქრობთ ისე სცენარებზე, რაც რეალურად არ მოხდება, შესაძლებელია არასდროს არ მოხდეს. ამ დროს ირთვება ჩვენი სიმპათიკური ნერვული სისტემა. სიმპათიკური ნერვული სისტემა არის ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია დაარტყი ან გაიქეცი მდგომარეობაზე. რაც ამ დროს, ანუ ამ სისტემის ნეირომედიატორი არის ნორადრენალინი. რა დროსაც გულისცემა ძალიან სწრაფდება, ასევე ესე იგი ყურადღება, ფოკუსი იზრდება, იმიტომ რომ უნდა მოხდეს საშიშროების იდენტიფიცირება, ხდება მონელების სისტემის შენელება, ანუ ორი სიტყვით ვთქვათ, ორგანიზმი არის სტრესში. ეს ძალიან საჭირო მდგომარეობა, იმიტომ რომ რეალურად რაღაც საფრთხე რომ მოხდეს, ეს სიმპათიკური სისტემა გვეხმარება თვით გადარჩენაში, მაგრამ როდესაც არასაჭიროების ამებ ჩვენ თავს ვაგდებთ ამ მდგომარეობაში. ნახე მოწმენდილ ცაზე. მეორე კიდე, როდესაც ჩვენ საკუთარი თავის მიმართ გვაქვს ნეგატიური ფიქრები, ან ნეგატიურად ვაფასებთ საკუთარ თავს, რომ რა უნარო ვარ, ან მეს არ შემიძლია, ამ დროს იწევს კორტიზოლის, ანუ სტრეს ჰორმონის დონე ჩვენს ორგანიზმში მაღლა. ეს ყველაფერი იწევს, როგორც ფსიქოსომატიკა ალბათ ბევრს გაუგია ეს ტერმინი, ანუ ჩვენი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რა გავლენას იჩენს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას და მე ხდება რომ ეს ენერგია რომ აღარ გამოდის, ანუ წამოვიდა ეს პროცესები, ეს სტრესი ორგანიზმიდან ვეღარ გამოვიდა და შემდგომში თვალს იჩენს როგორც სხვადასხვა სახის დაავადება, ან ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური აშლილობა. და რატომ ხდება რომ ამ სცენარებს ადამიანები ვიმეორებთ ესე? ალბათ იმიტომ რომ მე ამ უარყოფით ნეგატიურ ჰორმონებზე იცის მიჩვევა ჩვენმა ფიზიოლოგიამ. არის რა თქმა უნდა, არის რა თქმა უნდა ესეც რომ მიჩვევა ხდება ამ შეგრძნებების ბევრ ადამიანს მეც მქონია შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მიჩვეული არიან ამ მდგომარეობაზე, რომ სულ ჭირდებათ რაღაცა ქაოსი, არასტაბილური შეგრძნება ცხოვრების სხვანაირად უბრალოდ ნეგატიურმა ფიქრებმა იცის მიჩვევა. რა თქმა უნდა, ისევ ვუბრუნდებით იმას, რომ ჰორმონალურ დონეზე. ისევ იმიტომ, რომ ტვინს აქვს ნეგატიური მეკერძოების მიდრეკილება. გასაგებია. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და დავუბრუნდეთ მოდი დამკვირვებელს. კარგად ჩავშალოთ რა არის დამკვირვებელი. ხო, ძალიან გადავედი მართალი ხარ თემიდან, რომ ჩვენ დავიწყეთ, რომ ავხსენით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში რას ნიშნავს დამკვირვებელი, ხოლო კვანტურ ფსიქოლოგიაში დამკვირვებელი ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება ეს ტერმინი და აქ უნდა მოკლედ მოვიყვანო ცნობილი ექსპერიმენტი ორი ნაპრალის, მე მგონი ქართულად ესე ითარგმნება თუ არა და ვისაც დაინტერესებს შეუძლია YouTube-ში ძალიან ბევრი დევს ილუსტრირებული მაგალითი, ინგლისურად ქვია double slit experiment. დავდებთ ლინკს. აუცილებლად მეც გამოგიგზავნით ერთ-ერთ ყველაზე ისეთ მარტივად გასაგებ ლინკს, რომ გაუზიაროთ მსმენელს. რას გულისხმობს ეს ორმაგი ნაპრალის ექსპერიმენტი?
მოკლედ რომ ვთქვათ, რომ მთელი ექსპერიმენტი არ მოუყვეთ, ეს არის კვანტურ ფიზიკაში რეალური ექსპერიმენტი, როდესაც აინტერესებდათ ფიზიკოსებს, როგორ იქცევა ტალღა და ნაწილაკი სხვადასხვა მდგომარეობისას და აღმოჩნდა, რომ ტალღის ნაწილაკი, როდესაც ჩნდება დამკვირვებელი, იქცევა როგორც მატერია. ეს იყო ძალიან ესეთი შოკის მომგვრელი სენსაცია, ექსპერიმენტის შედეგი, რაც მეტაფიზიკაში დღეს და კვანტურ ფსიქოლოგიაში ითარგმნება ესე, რომ რაზეც შენ მიმართავ შენს ყურადღებას და რაზეც იქნება აუცილებლად ჩართული ემოციური ნაწილი ამ ყველაფერში, ის რეალობა მატერიალიზდება შენს ცხოვრებაში. თუ შენ აი ესე უბრუნდებით შეგრძნების დონეს, თუ შენ ამახვილებ ყურადღებას იმაზე, რაც გინდა რომ გქონდეს ცხოვრებაში და როგორი გინდა რომ გქონდეს ცხოვრებაში, ზუსტად იმას მოიზიდავ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის რომ აღვნიშნოთ, რომ манифестაციის პრაქტიკებს უნდა შევეხო, რომ манифестაციების პრაქტიკები არ მუშაობს, თუ არის მხოლოდ ატრიბუტიკა, თუ არის მხოლოდ რაღაც რიტუალის დონეზე და არ მიდის მუშაობა მენტალთან. ანუ შინაგანად თუ არ გჯერა. რა თქმა რომ უნდა. თქვათ ეს დაიმსახურე. დამსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი манифестაციისას. თუ შენ გინდა, რაც არის ძალიან ხშირად ბევრი ფულის манифестაცია მინდა, მაგრამ ფულთან არ გაქვს ჯანსაღი დამოკიდებულება და გაქვს ბევრი შემზღუდავი რწმენა ფულთან დაკავშირებით, რომ დიდი ფულის შოვნა მარტო არაკანონიერი გზით არის შესაძლებელი. ან ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო. ან ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო, ხო, ან თუ ესეთი წარმოდგენა გაქვს, აუცილებლად გექნება შესაბამისი შედეგი. ამიტომ არის რომ შენი სასურველი რეალობის манифестაციისთვის რამოდენიმე შრეზე ხდება მუშაობა. შენი მენტალობა, ხო, როგორი რწმენების სისტემა გაქვს, მე რას გრძნობ შინაგანად, იმიტომ რომ მე შემიძლია მენტალურად დავიჯერო, რომ მე ან დავაჯერო ჩემ თავს, რომ მე ამას ვიმსახურებ, მაგრამ შეგრძნების დონეზე სხეული მატყობინებს, რომ ეს ტყუილია. ცნობიერად არ გჯერა. რა თქმა უნდა. მაგრამ შენ გგონია რომ გონია რომ გჯერა. აი, აქ არის ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი აქ იკარგება. მას გონია რომ ჯერა. და მე უკვისო რატო ვერ იღებს ამ შედეგს, იმიტომ რომ სხეულის დონეზე ეს არ მუშაობს ესე. გონია რომ აი თქვათ შენ თვითონ შეგიძლია გაარკვიო წერითი პრაქტიკით. შინაგანად რას გრძნობ? ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ტექნიკებს ჩვენ ძალიან ბევრს ვიყენებთ ვორქშოპში, იმიტომ რეალურად წერა არის ის ინსტრუმენტი, რომელს ესე მსჯელობით შეიძლება ვერ მიხვიდე. ვისაც ერთხელ მაინც გაუკეთებია წერილობითი პრაქტიკა, იცის რაზე გვაქვს საუბარი, რეალურად შენი ფიქრების დალაგება და არა მარტო დალაგება, რეალური მოტივების ამოღება ხდება წერის დროს. ოღონდ ამ დროს უნდა მისცეს შენ თავს თავისუფლება. რაციონალური ნაწილი მთლიანად უნდა იყოს გამორთული და მისცე უფლება უბრალოდ ხელს აკეთოს თავისი საქმე. და შედეგი აუცილებლად გაგაკვირვებს, იმიტომ რომ იწყებ ერთი მოცემულობიდან, თითქოს და ერთ რაღაცა პრობლემას ამუშავებ და საბოლოო ჯამში გადიხარ აბსოლუტურად სხვა მოცემულობაზე. ამოდის. კი. შეგიძლია გაგვიზიარო, როგორ გავააქტიუროთ დამკვირვებელი, ერთი ტექნიკა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტექნიკა არის და ვორქშოპშიც გამოიყენეთ, გაგახსენებ ახლა. ეს არის მაღვიძარას ტექნიკა, ესე რომ ვთქვათ. პრინციპი რაში მდგომარეობს, რომ უნდა ავირჩიოთ დღეში ჩვენთვის სასურველი 3 დრო. პირობითად ავიღოთ 10 საათი დილას, შუა დღეს 2 საათი და საღამოს 8 საათი. ძალიან პირობითი დრო არის, ყველამ უნდა მოირგოს საკუთარ თავზე. როდესაც ზარი დარეკავს, ანუ მაღვიძარას ჩავრთავთ ტელეფონში და როდესაც ზარი დარეკავს, ჩვენ უნდა ჩავიწეროთ. კონკრეტულად ამ მომენტში, ოღონდ რაციონალიზაციის გარეშე პირდაპირ რასაც გრძნობ, იმას ვიწერ. რაზე ვფიქრობდი ამ მომენტში? სხეულში რას ვგრძნობდი? და რა განწყობა მქონდა? აი ამ 3 რაღაცას ვწერთ. ყველა დარეკვაზე. და სასურველია 1-2 კვირის განმავლობაში ვაკეთოთ. კითხვა მაქვს, თქვათ, საჭესთან ვარ თუ მანქანას მართავთ და ვერ ვწერთ ფიზიკურად, ამ შემთხვევაში რა ვშევ? ამ შემთხვევაში კარგია რომ ჩვენთვის გავაკეთოთ ეს დაკვირვება.
და დავიმახსოვროთ და შემდგომში გადავიტანოთ ეს ფურცელზე. რატო არის მნიშვნელოვანი? ერთი არის რომ ეს გაჩვევს მუდმივად რომ შენ დააკვირდა შენს მდგომარეობას, შენს ფიქრებს და შენს შეგრძნებებს და მეორე ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ დინამიკა კვირის განმავლობაში და შეგვიძლია პატერნი წავიკითხოთ. მე ხშირად რა მდგომარეობაში ვიმყოფები, რაზე მაქვს სამუშაო, რაზე მიდის ჩემი ენერგია, ჩემი ფიქრები, შეგრძნებები, რას ვუკეთებ მე სხეულს, ანუ პოზიტიურ მდგომარეობაში ვამყოფებ თუ როგორც ვთქვით კორტიზოლის და ნორადრენალინის შედეგად პირიქით ჩემს ფსიქოსომატიკაზე ცუდად აისახება. მახსოვს ეს ტექნიკა, გავაკეთე და სხვათა შორის ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვატყობ, რომ ფიქრები გაქცეულია და ვთქვათ, ვეღარ ვაკეთებ დამიწებას. ძალიან მეხმარება. დამიწებაში ძალიან ტექნიკა და სხვათა შორის ტვინსაც ძალიან ავარჯიშებს და მე ეჩვევი და უკვე მარტივად შეგილია დამკვირვებელი, გააქტიურებული რო ყავს, ცნობიერად იყო და საკუთარ თავს ყველა მომენტში დააკვირდე, რას ფიქრობ და ასე შემდეგ. ცნობიერად ძალიან კარგად აღნიშნეთ აკო, იმიტომ რომ ბევრისთვის უცნობია, რომ ჩვენ ყოველდღიურობაში ჩვენი ასე ვთქვათ ფხიზლად ყოფნის დროს 95% შემთხვევაში ვართ არაცნობიერ მდგომარეობაში, ანუ ავტოპილოტზე ვმოქმედებთ და მხოლოდ 5% არის ცნობიერი მდგომარეობა. პირობითად დილას რო ვდგებით და კბილები უნდა გავიხეხოთ, ან ყავა მოვიბზავთ, ამას ყველაფერს ავტომატზე ვაკეთებ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეხლა მე ავიღებ კბილის ჯაგრის და შემდგომ გამოვიხეხავ. ანუ აბსოლუტურ ავტომატზე ხდება. იგივენაირად, როდესაც შეიძლება სამსახურში რაღაცას აკეთებდე და ფიქრები წამოვიდა, იქაც ავტომატიზირებული იყო. საჭესთან რო ზიხარ და ერთი და იგივე გზას რო გადიხარ, ანუ ვერ ხვდები როგორ მოხვედი აქამდე საერთოდ, ხო? იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ტვინს ნავიგაციის უნარიც კი აქვს, რომ ავტოპილოტზე მიგიყვანოს სადაც საჭიროა. მაგრამ იმისთვის რომ გაცნობიერებულად იცხოვრო, აუცილებელია რომ ცნობიერად ყოფნის პერიოდი გაახანგრძლივო და ამაში გვეხმარება ესეთი ტექნიკები. ასევე ემოციური ბალანსისთვის და ფოკუსისთვის რამე პრაქტიკას ხო არ გაგვიზიარებ? ემოციური ბალანსისთვის მე პირადად ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაკეთებ ჩემთვის. იმასაც აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური ბალანსისთვის დაიტვირთო სხეული, რომ აგიტაციას ვარჯიშზე, ცნობიერ სუნთქვაზე, მაგრამ ესეთი ტექნიკა, რომელიც უცებ მჭირდება, რომ ვთქვათ, ჰარმონიაში მომიყვანოს და რესურსში მაგრძნობინოს თავი, ეს არის EFT, Emotional Freedom Technique. ეს არის ემოციური განთავისუფლების ტექნიკა, რომელიც დაფუძნებული არის იმ მოსაზრებაზე, რომ კონკრეტულ წერტილებზე ან მერიდიანებზე სტიმულაციით და პოზიტიური აფირმაციების შერწყმით ამ პროცესთან ხდება ემოციური ბალანსი და არა მარტო ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ გააკეთა კვლევა ამ ტექნიკაზე და აღმოჩნდა, რომ ერთი ტექნიკის შესრულების შემდეგაც კორტიზოლის დონე ორგანიზმში 50%-ით კლებულობს. სტრესის ჰორმონი, კი ბატონო. და ასევე სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ტექნიკის შერწყმა ისეთ პროცესებში, როგორიც არის პოსტტრაუმული სინდრომის განკურნება, კვებითი აშლილობის მკურნალობა და სხვა შფოთვითი აშლილობა მათ შორის ძალიან ეხმარება ეს ტექნიკა ამაში. ილუსტრაციას გავაკეთებ. ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ სამ მირტყმას და იწყება ეს არის კარატეს წერტილი ქვია. კარატეს წერტილით მარტო ვიწყებთ ტექნიკას და შემდგომ რაუნდზე არ ვიმეორებთ. სულ ჭირდება 3 რაუნდის გამეორება და გამოიყურება ესე, რომ უნდა ვთქვა, რომ თქვათ იმ მომენტში რა მაწუხებს, რომ პირობითად მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ არ გამომივა და მე ვარ თქვათ უნარო, მე მიყვარს და სრულად ვიღებ ჩემ თავს. იგივეს ვიმეორებ და მე ვიწყებთ, ანუ ეს არის გვირგვინის წერტილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, რომ მე ეს არ გამომივა, მე მიყვარს და სრულად ვიღებ ჩემ თავს. შემდეგ გადავდივართ, შეგვიძლია ორივე ხელით ან ერთი ხელით წარბების ზედა წერტილი, იგივეს ვიმეორებ და ესე მივყვებით არის კონკრეტული კი, შეგვიძლია ამის ლინკიც დავდოთ უმაყურებლისთვის თუ მართლა ძალიან შველის. ძალიან. მედია, ვუთხრათ მაყურებელს, როგორ ახერხებ მეცნიერების, კრისტალოთერაპიის და ასტროლოგიის ერთად დაკავშირებას. შეამჩნევდი შენც, რომ ძალიან
გატაცებული ვარ სადაც კვანტური ფიზიკით, მეცნიერება ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, ვცდილობ რომ ყოველთვის რაღაცა ანალოგი ან დასტური ვიპოვო თუნდაც კვანტურ ფიზიკაში. ბევრს ჯერა, რომ ასტროლოგია ფსევდომეცნიერება არის და მხოლოდ და მხოლოდ ეზოთერიკას წარმოადგენს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს ესე არ არის. ასტროლოგია პირდაპირ ასახავს ადამიანის ფსიქიკას. ან ჩვენ რუკიდან შეგვიძლია ვნახოთ, რა პატერნებით იბადება ადამიანი, რა ურთიერთობა ექნება მშობელთან, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე რა ქცევითი ჩვევების ჩამოყალიბება არის შესაძლებელი და ასევე რა ურთიერთობაში შედის ის გარე სამყაროსთან. გარდა ამისა, უფრო ღრმად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სულის ევოლუციის გზა, რისთვის მოვიდა ინკარნაციაში ადამიანი და ასე შემდეგ. და რა მისია აქვს? და რა მისია აქვს, რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი სესიები კლიენტთან, როდესაც ისეთი რაღაცა წაკითხულა რუკაში, რასაც თქვათ მარტო კლიენტმა იცოდა. ან უკეთესი, კლიენტმაც არ იცოდა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ მარტო. შესაბამისად, მე ვერ დავარქვე მაგას ფსევდომეცნიერებას და კრისტალოთერაპია. მე მინდა მოგიყვე მარსელ ვოგელზე. მარსელ ვოგელი ითვლება კრისტალოთერაპიის თანამედროვე ფუძემდებლად, მამად ესე რომ ვთქვათ. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენ აქამდე აღვნიშნეთ, რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ლითოთერაპიას. ლითოთერაპია არის კრისტალოთერაპიის კიდევ ერთი ტერმინი. თუმცა თანამედროვე სამყაროში მეცნიერს რომ ქონოდა რაღაცა კვლევები გაკეთებული კრისტალთან დაკავშირებით, ეს ბევრისთვის ცნობილი არ არის. მარსელ ვოგელი იყო IBM-ის მეცნიერი, ქიმიკოსი, რომელიც სადაც აქვს 32-ზე მეტი პატენტი გაკეთებული და LED ეკრანები გაგვიკია, ხო? ყველას მისი შექმნილი არის. მარსელ ვოგელი ასევე ძალიან ფართოდ დღეობითაც ან ფართოდ არის გამოყენებული კვარცის კრისტალი, ეს არის მთის ბროლი. ტექნიკაში დღეს ჩვენ რო გვაქვს ტელეფონები, კომპიუტერები, ნებისმიერი ტექნოლოგია სჭირდება სიზუსტისთვის კვარცის კრისტალი. ეს ბევრმა არ იცოდა. შესაბამისად, ანუ ამდენი ძალიან დიდი სისუფთავე უნდა იყოს მაქსიმალური ამ კვარცის კრისტალის, რომ ტექნიკაში გამოვიყენოთ. შესაბამისად, მოსაპოვებლად ეს არც თუ ისე მარტივია, ამიტომაც ხდება ლაბორატორიულად, როგორც ბრილიანტების გამოყვანა ხდება ლაბორატორიაში, იგივენაირად კვარცის კრისტალებიც ზრდიან. მარსელი ზრდიდა კვარცის კრისტალებს. და მარსელმა შეამჩნია და გააკეთა კვლევა, ეს ნაშრომებიც შეეგიძლიათ მოიძიოთ, რომ მისი განწყობა ახდენდა გავლენას კვარცის კრისტალის ზრდის სტრუქტურაზე და სისუფთავეზე და როდესაც ის იყო მაღალ განწყობას, მაღალ ვიბრაციულ განწყობაზე ვიტყვი, ხო? დადებითი ემოციებით, სტრუქტურა ბევრად ისეთი იყო სუფთა და გამჭვირვალე. მაგრამ ეს იგივე შეგვიძლია ვახსენოთ მასარუ ემოტო, ეს არის იაპონელი ავტორი, რომელიც აკეთებდა ექსპერიმენტებს, ისყინავდა წყალს. და თუ გაგიგია რომ ბრინსტროდებენ წყალში და ექსპერიმენტი, იგივენაირად მასარო ემოტო ასმენინებდა წყალს მუსიკას, ხო, ერთ შემთხვევაში იყო მძიმე მუსიკა, მეორე შემთხვევაში იყო კლასიკური და კლასიკური მუსიკის შემთხვევაში და იგივე სიტყვებზეც გააკეთა მან, რომ ნეგატიურ სიტყვებს ეუბნებოდა. აგინებდა და აქებდა. და აქებდა და ხო, სადაც იყო ნეგატიური სიტყვები გამოყენებული, იქ აბსოლუტურად იყო არა მე როგორც იცი ფორმულა ეცვლებოდა წყალს. და ანუ რო იყინებოდა არ ქონდა სტრუქტურა. ანუ იყო არეული. ხოლო ის წყალი, რომელსაც პოზიტიური და დადებითი და სიყვარულით სავსე სიტყვებს ეუბნებოდა, იქ იყო ძალიან ლამაზი პატერნი გაყინული. ყველაფერი ცოცხალი ამ სამყაროში. ყველაფერი ურთიერთ რეაგირებს. ის რომ ჩვენ რაღაცასთან ვერბალურ კომუნიკაციაში ვერ შევდივართ, არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გრძნობს ჩვენს მიერ გამოყოფილ ვიბრაციას. უბრალოდ მინერალები არის მყარი ვიბრაცია, ჩვენ ვართ ქაოტური ვიბრაცია. ქაოტური რატო? იმიტომ რომ დღის განმავლობაში ბევრჯერ იცვლება ჩვენი ვიბრაცია. დღეს გამოვიდი კარგ განწყობაზე, ვიღაც შემხვდა და ჩემი განწყობა შეიცვალა. კრისტალები კი, იმიტომ რომ კრისტალებს გააჩნიათ მკაცრი
გეომეტრიული სტრუქტურა მოლეკულური, ანუ არსებობს მინერალები და მინერალები არიან კრისტალები, მაგრამ ყველა მინერალი კრისტალი არ არის. იმისთვის რომ მინერალი იყოს კრისტალი, მას ჭირდება მკაცრი გეომეტრიული სტრუქტურა, მის მოლეკულებს უნდა ქონდეს მკაცრი გეომეტრიული სტრუქტურა. შესაბამისად, როგორ გვეხმარებიან მინერალები, ხო? რომ ყველა მინერალს აქვს ქიმიური შემადგენლობა. დაახლოებით იგივე ქიმია, რაც ჩვენ გვაქვს ორგანიზმში. მაგალითად, ლეპიდოლიც, რომელიც არის დამამშვიდებელი კრისტალი, მთავარი მინერალი მასში არის ლითიუმი. ლითიუმი არის ძალიან ძლიერი დამშვიდების მქონე პრეპარატი. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საინტერესო, არ ვიცოდი ეს ყველაფერი. კრისტალებს თვითონ workshop-ის იდეაც რო თქვა საიდან წამოვიდა, ძალიან ხშირად მოდიოდნენ კლიენტები, რომ მე მინდა რომ მოვიზიდო სიყვარული, მე მინდა მოვიზიდო ფული და კრისტალი არ არის რაღაც ჯადოსნური ჯოხი. ის გვეხმარება იმ ენერგიის, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, გამრავლებაში და შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ჩვენ ვერ დავამუშავეთ ეს ენერგია და ვერ ვიგრძენ და ვერ გამოვყავით შესაბამისი ვიბრაცია, ჩვენ ვერ მოვიზიდავთ სასურველს. ამიტომაც საჭირო გახდა workshop-ის შექმნა იმისთვის, რომ ვაჩვენო გზა ადამიანებს, როგორ უნდა იმუშაონ შინაგან მდგომარეობას, როგორ შექმნან ის ვიბრაციული განწყობა, რომელიც შემდგომში დაეხმარება სასურველის მოზიდვაში, ხოლო კრისტალები დაეხმარებენ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაში და გამრავლებაში. ასე ვიტყოდი მე, რომ სამყაროს კანონი არის რეზონანსის და ვიბრაციის კანონი, რომ მსგავსი იზიდავს მსგავს. ბრაზი და სიძულვილი იზიდავს ბრაზს და სიძულვილს, ხოლო სიყვარული იზიდავს სიყვარულს. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვევიდა. მადლობა თაკო მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და იმედია რომ მსმენელისთვისაც იყო საინტერესო და ბევრი ახალი რაღაც გაიგო და მე ერთ ადამიანს მაინც დავეხმარებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც ამის.